მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ყოველთვის დღესაც ვიმყოფებით უკრაინელების აქციაზე და ერთი რამ მინდა აღვნიშნო, დღეს სხვადასხვა გააჟღერდა ეს ინფორმაცია უკვე ყველგან ტრიალებს, რომ 2000-მდე დრონით, კამიკაძე დრონებით და სხვადასხვა საშუალებებით ამ დღეებში აპირებენ უკრაინის მთლიანი ტერიტორიის დაბომბვას რუსები და აი მაინტერესებდა ნამდვილად რა. არადა ყველას ვიცნობ ახლა აქ ვინც არის და მინდოდა აი ენამ შეიძლება თქვილი გითხრას, მაგრამ თვალები გეუნება ყველაფერს და ყველასთან ვცდილობდი გასაუბრებას და თვალებში უყურებდი ყველას. ვერცეთში ვერ შევამჩნიე უიმედობა, ვერცეთ თვალში ვერ დავინახე გულგატეხილობა, ვერცეთ თვალში ვერ დავინახე შიში. პირიქით, გამარჯვების იმედი და უწყინავდა თვალები და აი ეს არის რა მთავარი, რომ ამ ერის გატეხვა არ შეიძლება, აი ვერ მოახერხებენ მე ეს მათ თვალებში წავიკითხე და ისინი მზად არიან სხვეპლისათვის და თავისუფლების მოპოვებისათვის, აი მზად არიან სხვეპლისათვის და ერთი რამე კიდევ რუსეთი ბომბავს შვიდობიან მოქალაქეებს, იმიტომ რომ სამხედროებს ვერაფერს ვერ უხერხებს. ბომბავს შვიდობიან მოქალაქეებს და მიტომ მაინტერესებდა, აი ესენი არიან შვიდობიან მოქალაქეები. ამათი შვილები, ძმები, კები, მშობლები იქ არიან უკრაინაში. ამათ ობიექტური მიზეზები აქვს, ვინც აქ არიან და ამათში შიში ვერ წავიკითხე და ჩვენც ქართველებო მოგიწოდეთ, როცა არ იქნება ვაირა გვეშველება, უი დამარცი, უიე ოპოზიცია სუსტია, ვაი, უი ზაღიც დავანებეთ თავს და თვალებში გვექნება გაცილსროლებული, როგორც ამგეცა აქ, თვალებში გვექნება შიშის დაძლევა, აი, მაშინ გავიმარჯვებ, ამიტომ მოგიწოდეთ. ვიბრძოლოთ ისე, როგორაც იბრძვიან ესენი. მალოთ.